წლების განმავლობაში თარგმნიდა, გამოსცემდა ლიტერატურულ პერიოდიკაში და ზოგიერთსაც ცალკე წიგნებად მედია ზაალიშვილი დღეს უკვე ერთად არის თავმოყრილი და ამ წიგნში თარგმანებში საკმაოდ მოგზაურობა თქვია თარგმანები, მაგრამ შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ინგლისურენოვანი პოეტური კლასიკის ბრწყინვალე თარგმანებია. ბევრი ისეთი სახელი, რომელიც ქართულმა მკითხველმა კარგად იცის, მეტნაკლებად კარგად იცის, ან ზოგიერთის შესახებ მაინც და მაინც ბევრჯერ არ სმენია. მადლობა მინდა უთხრა და ქართული მკითხველის სახელით მედია ზაალიშვილს იმისთვის, რომ უკვე ქართულ ენაზე გვაქვს ჩამოუთვლი სახელებს აუცილებლად და მე მგონია, რომ შთაბეჭდილების შესაქმნელად ეს სახელებიც კი საკმარისია. ტომას უაიეტი, ჰენრი ჰოვარდი, უილიამ შექსპირი, ჯონ დონი, ჯეიმს ტომსონი, უილიამ ბლეიკი, რობერტ ბენსი, უილიამ ვორდსვორთი, სემუელ ტეილორ კოლრიჯი, ჯორჯ გორდონ ბაირონი, პერსი ბიში შეილი, ჯონ კიტსი, ჰამფრი კოლრიჯი, ტომას ჰუდი, ტომას ჰარდი, უილიამ ბატლერ იეიტსი, ჯეიმს ჯოისი, რუპერტ ბრუკი, ტომას სტერნს ელიოტი, ედგარ ალან პო, უოლტ უიტმენი და ემილი დიკინსონი. ის ავტორები, რომლებიც იმ ავტორების თარგმანები, შედევრების თარგმანები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, უკვე სისხლცეული ნაწილი არის ქართული ლიტერატურული სივრცის და ყველა ახალგაზრდას უფროსი თაობის მკითხველს დარწმუნებული ვარ, ვისაც აინტერესებს და უყვარს პოეზია, დარწმუნებული ვარ მედია ზაალიშვილის თარგმანებით უფრო მეტად შეიყვარებს, უფრო გაფართოვდა ეს პოეტური სივრცე და უფრო მეტი ახალი ნაწარმოები შემოვიდა, თუნდაც იმით, რომ ამ წიგნში საკმაოდ დიდი დოზით არის უილიამ ბატლერ იეიტსი, რობერტ ბენსი, ბლეიკი, შექსპირის ვენერა და ადონისის ბრწყინვალე თარგმანია შესული, კოლრიჯი და ჩემი პირადად ჩემი უსაყვარლესი უილიამ ვორდსვორთის ლექსი, რომელიც საკმაოდ კარგი და ზუსტი გასაღები მოუძებნა მედია ზაალიშვილმა და ეს შედევრი ქართულ ენაზე ბრწყინვალედ თარგმნა. ბევრი ადამიანს დარწმუნებული ვარ, კარგ სამსახურს გაუწევს ეს წიგნი და ის ვინც დაუშვათ სწავლობს ინგლისურ ლიტერატურას, ამერიკულ ლიტერატურას, პრაქტიკულადაც დაეხმარება მათ, როგორც პრაქტიკულად ეხმარება მედია ზაალიშვილის თეორიული მოსაზრებები, მისი საუბრები თარგმანზე და დაუნიშნულ წინასწარ ვიტყვი იმ წიგნის შესახებ ცოტა მოგვიანებით, რომელიც ახლა უკვე დაწერილია და რომელსაც არტანუჩი გამოსცემს, მაგრამ იმ წიგნებსაც ვიტყვი, რომელიც არტანუჩს ჯმა და ინტელექტმა გამოსცეს წლების წინ, როდესაც ამ დღევანდელ ღონისძიებაზე ვსაუბრობდი, რაღაცნაირად ანონსის სახით ვფიქრობდი თუ როგორ სხვადასხვა ადამიანს ვეხმიანებოდი და ვიწვევდი დღევანდელ წარდგენაზე, ვფიქრობდი თუ როგორ მომეწვია განსაკუთრებით ჩემი მეგობარი ახალგაზრდები და მათ ვეუბნებოდი, რომ დღეს არის შეხვედრა, სული რომ ამოდიოდა ქართველ შემოქმედთან. ანუ პოპულარული ტერმინი რომ გამოვიყენო, პოპულარული ფრაზა, სული რომ ამოდიოდა ქართულ ენაზე შემქმნელისგან, არის ეს ახალი ლიტერატურული სამყარო, ახალი პოეტური თარგმანები, აი ეს წიგნი უილიამ ფოლკნერის სული რომ ამოდიოდა, მსოფლიო რომანისტიკის, მსოფლიო პროზის შედევრი და მედია ზაალიშვილის ალბათ მედიას მთელი ისტორია აქ ამ წიგნთან დაკავშირებული. პირველ თარგმანს თუ როგორ დაავიწყდა გამოცემულას პირველ თარგმანზე მისი სახელის დაწერა, უბრალოდ ინგლისურად დააწერა და ქართულად არ დააწერა. და უბრალოდ მთელი ამბებია, რომელსაც მედია ზაალიშვილი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ცაში გამოკიდული სახლი აუცილებლად მოგვიყვება და უკვე მე როგორც ერთ-ერთი პირველი მკითხველი ამის შესახებ როგორც დღეს იტყვიან, ესე იგი კულუარული ინფორმაციები უკვე ვიცი, ხელმისაწვდომია ჩემთვის და ბევრი მკითხველი შემიძლია დავახარბო ამაზე, იმიტომ რომ ბევრი რამ ლიტერატურული სამყაროდან, ქართული თარგმნელობითი და ზოგადად ქართული საზოგადოების ისტორიიდან, მე-20 საუკუნის საზოგადოების ისტორიაში ერთი ძალიან კარგი ფურცელი იქნება მედია ზაალიშვილის ეს წიგნი, იმიტომ რომ
თავის გვარის ისტორიასაც მოგვიყვება. გარდა იმისა, რომ ლიტერატურულ სამყაროზე მოგვიყვება და ძალიან ძვირფას ადამიანებს გაგვაცნობს. ასე რომ ეს ამ წიგნზეც სული რომ ამომდიოდა და ვიტყვი ქალბატონი მედეას ფავორიტი წერლის, იმიტომ რომ პირდაპირ უილიამ ბატლერ იეიტს მედეას ზალიშვილის სახელი ქვია ქართულ ლიტერატურაში, იმიტომ რომ მან ესე პირდაპირ შემოიყვანა იეიტსი, გააქართულა, თუ შეიძლება ესე ვთქვათ, იეიტსის როგორც პოეზია, პროზა, დრამატურგია და ესე მასშტაბურად ნობელის პრემიის ლაურეატების სერიით გამოსცა ეს ინტელექტმა. ქართულ კითხოს უკვე აქვს შესაძლებლობა იმ წაიკითხოს სრულყოფილად იმ ავტორის შემოქმედება, ვინც კანტიკუნტად იყო ლიტერატურულ პერიოდიკაში თუ ცალკეულ ანთოლოგიებში, ეხლა უკვე მედეას ზალიშვილის დამსახურებით მას აქვს სრულყოფილად გაიცნოს. და კიდევ ერთი წიგნი ჩვენი თანამშრომლობის, აქტიური თანამშრომლობის ეს არის ერთი შედევრის ყველა ქართული თარგმანის რამდენიმე ავტორის კრებულია, ასეთ სერიას გამოვხსენით ერთი შედევრის ყველა ქართული თარგმანი, სადაც ამა თუ იმ ავტორის დიდი პოეტის მსოფლიო კარგად ნაცნობი ავტორების უილიამ შექსპირის, უოლტ ვიტმენის, რადიატ კიპლინგის, მარინა ცვეტაევას და ბორის პასტერნაკის შედევრები თარგმნეს სხვადასხვა თაობის ქართველმა მთარგმნელებმა და გადავწყვიტეთ, რომ გარკვეულწილად აზარტულიც იყო ეს საქმე, რომ ერთ წიგნად შეგვეკრიბა და გამოგვეცა და ამ წიგნშიც მედეას ზალიშვილის წვლილი ამ წიგნის გამოცემაშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი და გამორჩეულია, რამდენიმე ამ შედევრიდან რამდენიმე მასა აქვს თარგმნილი, ერთი კიპლინგის წინასიტყვაობაც მას ეკუთვნის, ასე რომ ამისთვისაც მადლობა მინდა უთხრა მედეას ზალიშვილს. ახლა კიდევ ერთ ადამიანს მინდა განსაკუთრებით მინდა უთხრა მადლობა ამ წიგნის მოამაგე რედაქტორს, ანგლის პროფესორ პაატა ჩხეიძეს თარგმნელს, რომელმაც ძალიან ბევრი იშრომა იმისათვის, რომ ეს წიგნი ესეთი სრულყოფილი ყოფილიყო, შეკრიბა, შესავალი წერილი დაურთო მედეას ზალიშვილის თარგმანებს, ყოველდღიური თანამშრომლობა ჰქონდა ქალბატონ მედეასთან, იმ დროსაც კი, როდესაც წიგნი რაღაც მიზეზების გამო გვიანდებოდა, ამხნევებდა მას, ჩემგან გაბრაზებულ მედეას ზალიშვილს ამხნევებდა პირადად და ეუბნებოდა და თანაუგრძნობდა, რომ არა, ყვარაცხელი არ დააგვიანებს და არ იქნება ეს წიგნი, ასე ვთქვათ, არ დაავიწყდება ეს წიგნი და მართლაც პრაქტიკულად ეს წიგნი აქ არის. მადლობა მინდა უთხრა პაატა ჩხეიძეს ამისთვის, ძალიან სანდო და რთულია, თუმცა ბიოგრაფიებს უთავენ წიგნს და ამაში ზონიერებისა და გემოვნებით შერჩევა და გაკეთება მომზადება ბიოგრაფიული ნაწილის, ზოგჯერ ისეთი ბიოგრაფიები ხდება, არაფერს წარმოდგენას რო არ გვიქმნიან ავტორის შესახებ, ან მარტო ცხოვრება, ან მარტო შემოქმედება, გაუგებარია, მოკლედ ბევრი რამე პაატა ჩხეიძემ ეს ძალიან გემოვნებით გააკეთა, როდესაც ნებისმიერი ავტორის გვერდზე გადავშლით და მის ბიოგრაფიას წავიკითხავთ, ჩვენ უკვე გვაქვს ეს შესასვლელი კარი მის შემოქმედებაში და ამის შემდეგ უკვე ვკითხულობთ მათ ნაწარმოებებს. ამიტომ ამისთვის მადლობა პაატა ჩხეიძეს, შესანიშნავი წერილი ერთვის მედეას ზალიშვილის შესახებ და როგორც პაატა ჩხეიძეს ჩვევია, არა მხოლოდ საუბრობს მასზე, არამედ ამტკიცებს კიდეც, თუ რატომ არის დაუშვათ მედეას ზალიშვილის წვლილი განსაკუთრებული ქართული სიტყვიერების, ლიტერატურის თვის შეტანილი და ამას ამტკიცებს კიდეც მედეას ზალიშვილის თარგმანებიდან მოხმობილი ფრაგმენტები. ასე რომ მე რომ ბევრი არ გავაგრძელო, პაატა ჩხეიძეს ვთხოვ. დაიწყო და ეს მადლობას გავაგრძელებ. აი ეს წიგნები მართლაც ინტელექტისა და აზროვნისაა და ესეთი ნაშრომია, რომ ეგ ესიამოვნება თითოეული წიგნი, ესიამოვნება როგორ
არის რუდუდებით გამოცემული, როგორი კარგია ხელში. Ჭირავს მოკლედ მე ძალიან გახარებოდა წიგნი, ძალიან მიყვარს და როცა გამოცემასაც უყვარს წიგნი ეთყობა და მადლობის გრძნობა იჩნდება. ეს გამომცემლობა ინტელექტი და არტანოჩი ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და ესეც კიდევ ერთი დასტური, ეს მშვენიერი წიგნი. ახლა გამოსადეგობაზე პირველ რიგში ამ შემთხვევაში მე ისეთი ისე მაქვს სუბიექტური განცდები, მე გამომადგება, იმიტომ რომ ყველა ეს ავტორი არის ჩვენს პროგრამებში უნივერსიტეტისა და ყველა ეს ავტორი სტუდენტებმა უნდა გაიარო. ასეთი წიგნები ორჯერ გამოიცა წარსულში, ეხლა ხანს გამოიცა კიდევ ერთი ბატონი ალექსანდრეს მიერ აგერ არის ჩვენთან, ადრე გამოსცა ესეთი ანთოლოგიური კრებული გივიგა ჩეჩილაძე, მერე გოგინის ენდის იყო და აი ეს შესანიშნავი წიგნი შეემატა ამ რიგს. ეხლა რაც შეეხება ქალბატონ მედიას. უღრმესი მოწიწება და პატივისცემა. ეს ძალიან დიდი ქალბატონია. მასზე შეიძლება ითქვას აი სიტყვები, რასაც ერთვინი ათონელი ამბობდა თავის თავზე, რომ უცალო ვიყავი და ამით თარგმნიდიო. მართლაც მიზეზთა გამო სხვათა და სხვათა ქალბატონი მედია წლების განმავლობაში ამით თარგმნიდა და ძალიან დიდი მოსავალი მოიტანა. საკმაოდ დიდი, ჯერაც კიდევ ბევრი ლექსი და ბევრი პოეტი დარჩა გამოსაქვეყნებელი და მისი თარგმანები არის ისეთივე კულტურული და ინტელიგენტური, როგორც თვითონ ქალბატონი მედია. ის არის აუცილებლად ყოველთვის ბეჯითად შესწავლილი თითოეული ლექსი, თითოეული პოეტი მან ძალიან კარგად იცის, რასაც თარგმნის, ვისაც თარგმნის და აქეთ მომზადდა ქალბატონი არის კანდიდატი. და აი ეს შესწავლა თითოეული პოეტისა მას შეაძლებინებს, რომ ყველა პოეტი, რომელიც ამ კრებულშია წარმოდგენილი და სხვაგან ერთმანეთს არ ჰგავდეს. ჩვენს აი ამ წინა მთარგმნელობით პერიოდში ზოგიერთი მთარგმნელი, დიდი მთარგმნელები, საუკეთესო მთარგმნელები, აი მე-20 საუკუნეში ვამბობ, როცა თარგმნიდნენ, რაღაცას მიაგნებდნენ ხოლმე საკუთარ სტილს, შეიძლება ითქვას და მერე ხდებოდა ისე, რომ აღმოსავლელი პოეტი და დასავლელი პოეტი ერთმანეთს გავდა. მე მქონდა უკვე პატივი უნივერსიტეტში ამ თარგმანების განხილვისას, მე თქვა და მომეტანა ნიმუშები, როგორ განსხვავდება ერთმანეთისაგან რენესანსის ეპოქის, შექსპირული ეპოქის პოეტი და თანამედროვე პოეტი და რა ნიუანსების მოძებნას ახერხებს ქალბატონი მედია, რომ ეს განსხვავება შეინარჩუნოს და რაც თავარია რა არის იცით, აი აქ არის მაგალითად ერთი შედევრი. ძალიან ბევრი მინდა ვილაპარაკო, მალე დავამთავრებ მოგეშინია. ვფიქრობ და ეს ვცდილობ რომ შევატყავოთ ჩემი თავი. აქ არის სემუელ ტეილორ კოლრიჯის ოხოცი მეზღვაურის სიმღერა. ეს მსოფლიო ლიტერატურის შედევრია და ქართულად გვაქვს უკვე. ქალბატონი მედიას თარგმანი. ეს არის ისეთი ნაწარმოები, სადაც სემუელ ტეილორ კოლრიჯი თითქმის მისი სტრიქონი თითქმის ასად ჩავარდნილი არ არის. დიდ პოეტებსაც კი სადღაც ჩათვლებთ ხოლმე შექსპირიც ჩათვლებს ვამბობენ ხო, სადღაც ხანდახან. იქ თითქმის არ არის ჩათვლება და აი ქალბატონი მედია ამას ახერხებს, რომ მისი თარგმანი არსად არ თვლებს. მე ამის თაობაზე მქონდა ჩვენს ერთ-ერთ გამოჩენილ პოეტთან ცოტა კამათი და დავა, რომ თითქოს რაღაცები არ მოიწონა, არა მეთხარი, არაფერს ხელი არ ახლო, ყველაფერი კარგად არის, არაფერს არ ჭირდება იქ
შეცვლა მეთქი და ასეც დარჩა. იცით, აი ეს პოემა რო თარგმნილია ეხლა, ჩემი დოქტორანტი ბედნიერია, იმიტომ რომ რომანტიზმის კურსი მიყავს და ეს ხელთ უჭირავს, ჯერ წიგნი არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ მე ამოუბეჭდე თარგმანიდან ხელთ უჭირავს და სტუდენტებთან მუშაობს და არის ბედნიერი. რამდენ ადამიანს მიანიჭა კიდევ ბედნიერება ქალბატონმა მედეამ და კიდევ რამდენს მიანიჭებს ამ თავისი თარგმანებით და წიგნებით. ის რაც კულისების ამბავი რაც გაამხილა ბატონმა ზვიადმა, ეს რასაკვირველია, უკვე ცნობილია ყველასთვის და დამალული არ არის, ორჯერ დაიბეჭდა, ხო? თქვენი მოგონებები. ორჯერ გამოქვეყნდა დაწყვეტები. ორჯერ იყო უკვე და მკითხველთა აღთვალებად გამოიცა წიგნის რასაკვირველია საუკეთესო იქნება და მე წერანები ჩემს მეგობრებს ვეუბნები, რომ სწორედ ასეთი მოგონებებია სანდო და საჭირო. იმიტომ რომ ქალბატონი მედია არაფერს არ შეთხზავს და არაფერს არ მოიგონებს, არაფერს არ შეალამაზებს, ისე გადმოგცემს, როგორც ეს იყო. ზოგიერთი თუნდაც დიდი პოლიტიკოსის მოგონებები ყოველთვის არის ისეთი, რომ ცდილობს თავის შეალამაზოს და უკეთესად წარმოაჩინოს. ეპოქას სწორედ ასეთი წიგნები, რომელიც უახლოეს ხანში გამოვა, ისევ არტანუჯის შემწეობით, ეპოქას სწორედ ასეთი წიგნები დაგვანახებენ და გვაჩვენებენ. მე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ მედიას და თქვენ ყველანი ახლა რა თქმა უნდა მადლობას ეთქვით ამ შესანიშნავი წიგნისათვის, იმ ხანგრძლივი ღვაწლისათვის, რაც მან წლების განმავლობაში ამ თარგმანებისათვის და იდო თავს და უსურვო რომ კიდევ ბევრი პოეტია სათარგმნო. აუცილებლად უნდა მოვასწროთ, იცით, ძალიან ბევრი პოეტია სათარგმნო. აი თუნდაც იეიცის რამდენიმე დაგიჩერეთ. პოზიტივი წიგნია, მაგრამ ელიოტისა. აი ახლა მაგალითად ამას წინათ ვისმენდი portrait of a lady არ ეგრეთ თარგმნილი. ხო გინდა რა ჭირდება. და ამიტომ უსურვოთ რომ კიდევ ძალიან ბევრი და ბევრი გითხრას. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბარტანოს სამშვენიერი წიგნისათვის. რაგიბუნა? დიდი მადლობა ამ წიგნის მოამაგერ რედაქტორს. ეხლა კი ჩვენი თაობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ თარგმნელს, ინგლისურენოვანი პოეზიისა და პროზის კარგ თარგმნელს, ანი კოპალიანს მიგავთხოვო მედიას დანიშნულის შესახებ. მოგესალმებით, ჩემთვის ნამდვილად ძალიან დიდი პატივი აქვს ბატონ მედიას წიგნის პრეზენტაციაზე გამოსვლა და მცდები გამომართვა ეს ზვიადის მიერ დაკისრებული მოვალეობა. მინდა გითხრათ, რომ საკუთრებული ამ ისტორიას არ სჭირდება ჩემი შეხსენება თუ როგორი ღვაწლის პოეტიც, წერალიც და თარგმნელიც არის ქალბატონი მედია. უბრალოდ მინდა გავიქცევო ერთი რამ, პირველად ტრაგედია, რომელიც წავიკითხა და გამიცადე და მივაღწია იმ კათარსის, რომელიც არისტოტელემ თქვა, იყო სწორედ ტიტუს ანდრონიკუსი, რომელიც იყო ქალბატონი მედიას თარგმანი და ესე ჩვენს გაცნობამდე ბევრად ადრე მან უკვე მოახერხა, რომ ჩვენზე უზარმაზარი ზეგავლენა მოახდინა. აქ თქვენ ნახავთ ყველა ეპოქის ინგლისელი პოეტების ლექსების თარგმანებს და მინდა გითხრათ, რომ თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, თარგმანები არის სხვადასხვანაირი, თარგმნელები არიან სხვადასხვანაირი და სხვადასხვანაირი მეთოდი აქვს მათ თარგმანის. ქალბატონი მედია არის მეცნიერი თარგმნელი, ანუ თარგმნელი, რომელიც ყველას იყოს დიდი ყურადღებით, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და ქალბატონი მედიას თარგმანი არის ისეთი სანდო, რომ არასოდეს არ ჭირდება მკითხველს ამ გადამოწმება ან არა. ეს არის აბსოლუტურად შემოწმებული, აბსოლუტურად სანდო და ძალიან კეთილსინდისიერი თარგმანები, სადაც ყოველთვის დაცულია რითმი, ყველა პოეტური სამკაული გადმოტანილია, რომელიც ავტორს
აქვს გამოყენებული ლექსში და ამ მხრივ არის ძალიან კეთილსაიმედო თარგმანები და კიდევ არის ერთი რამ ქალბატონი მედია მე ვფიქრობ მიუხედავად იმისა რომ ყველანი ძალიან ვაფასებთ ისეთი პოპულარულიც არ არის როგორც მას ეკუთვნის იმიტომ რომ იმ თაობის ქალბატონია როდესაც თავდაბლობა და საკუთარი თავის უკანა პლანზე გადაწევა არკტონად ითვლებოდა და არ ღალატობდა იგი არასოდეს კარგტონს და დარწმუნებული ვარ არც არასოდეს არ უღალატებს და სწორედ ამიტომ მე იმედი მაქვს რომ აი ესეთი ღონისძიებები და კიდევ სხვა ღონისძიებებით მომავალი თაობები უფრო დააფასებენ ქალბატონ მედიას და მე მგონი საუკეთესო რაც ჩემს მიერ გავაკეთო აქ გამოსულა ის არის რომ ერთ-ერთი თარგმანი წაგიკითხოთ ქალბატონი მედიასი და ამას გავაკეთებ ძალიან დიდი სიამოვნებით. მე-13 სონეტი. გემშვიდობები სიყვარულო, აწაღარ ვიბრძვი, შენ საკეს ავცდი, მოუცილე მძიმე ხუნდები, სენეკას პლატონს ძველებურად დაუბრუნდები და ჩემს გონებას გავამდიდრები სევმად სიბრძნით. რადგან გამიდგა ყოვლად ფუჭდი ჩემი ყველაც და უმძაფრეს ზიზღმა თითქოს ერთხანს დამეჩო თვალი დროა მოვეგო წავშალო ყველა წვრილმანი თავისუფლების დავაფასო უსაზღვრო განცდა ახლა მშვიდობით ჯობს აცდუნო ჭაბუხთ გულები არ გემონები რადგან ჩემთვის იქეთ არ არან მათ დუნებელმა შენმა ხილულმა უკვე დამღალა მაგ ბას ისრების სამიზნეთ მე ნუ გეგულები შენზე ამაო დროის ხარჯვამ დამასვა დაღი ახლა კი ვიცი დამპალ ტოძე ასვლა რომ არის და კიდევ ერთხელ როგორც თანარედაქტორი და ერთ-ერთი პირველი მკითხველი ძალიან ბედნიერი ვარ რომ სულ მალე იქნება ქალბატონი მედიას მოგონებების წიგნი და კიდევ ერთხელ ნახავთ რა არის აი დახვეწილი კულტურული იუმორით და ინტელექტით სავსე მემუარები რომელიც აუცილებლად გაამდიდრებს ქართულ ლიტერატურას რომელიც აუცილებლად მოეწონება ახალ თაობას და რომელიც აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას აი იმ პერიოდის წარმოჩენაში, რომელსაც ეს ჩვეულებრივი ქალბატონი ეკუთვნოდა. ძალიან დიდი მადლობა. სანამ ქალბატონ მედიას ვთხოვ, რომ რამდენიმე თარგმანი წავიკითხოს სამწიგნიდან, მანამდე ქალბატონ ინესა მერაბიშვილს ორი სიტყვით რომ მედიას არიშვილის შესახებ და მის თარგმანებზე ისაუბროს. დიდი მადლობა რომ შემომთავაზეთ, იმიტომ რომ მე არ ვიცოდი თუ იქნებოდი ყურადღების განკუთვნილი ქალბატონ ის ხო კარგად. ქალბატონ მედია მოგესალმებით. მე მინდა თქვა ის რომ იცნობთ უნივერსიტეტიდან თქვენი პედაგოგიური მოღვაწეობიდან მოყოლებული და ეხლა აქ ანამ თქვა ერთი საინტერესო მომენტი რომ იმ ქალბატონებს განეკუთვნებაო რომელსაც წინ თავისი წამოწევა იმ თაობასო ეხლა ერთი არ შემიძლია არ მივაქციო ყურადღება ძალიან ცუდი თუ თაობებში ეს ტონი შეიცვლება არ მინდა თქვა შეიცვალა ხო მინდა რომ ასეთები იყვნენ ყოველთვის ქალბატონები რომ მოგრძალება ჰქონდეთ მაგრამ მე მინდა თქვა რომ ეს თაობა იმით გამოირჩეოდა რომ ინტელექტუალი ქალბატონი რომ მოძრაობდა უნივერსიტეტში სხვა იერი ჰქონდა მას და სხვა ხიჭი ჰქონდა და ქალბატონი მედია იყო სწორედ აი ერთ-ერთი თვალსაჩინო მათგანი თავისი ხიბლით თავისი მშვენიერებით თავისი ინტელექტით ეხლა აქ უკვე ითქვა მე თან დავაგვიანე ისევ ბუდისტში ქალბატონ მედიკოს მაღალ ნიჭიერებაზე ჩვენ არ ვლაპარაკობთ აქ ეს უკვე ფაქტია დიდი ხანია ცნობილია მაგრამ ალბათ ქალბატონი მედია რამოდენიმე თარგმანს თავად წაგვიკითხავს დღეს და მოუწმელად ველოდებით ამას მაგრამ მე მინდა ვთქვა მასზე როგორც კიდევ თარგმანის პედაგოგზე ბატონმა ნიკო ყიასაშვილმა მითხრა რომ თარგმანები რომ პირველად შევჩივლენ ქალბატონ მედიას თუ მე მაშინ ვიყავი თუ არსებობს ესეთი ცნება ზოგი ამბობს რომ არ არსებობსო მაგრამ ნამდვილად ვიყავი დამწყები მთარგმნელი აი ასე 30 წლამდე მე უკვე ლინგვისტიკაში ვიყავი ასე უკვე
გამოგრძმედილი და მაპატიეთ რომ ეხლა აი ამას ვყოლი, მაგრამ ეს ფაქტობ მედიასთან არის დაკავშირებული. ვაჩვენე ჩემი თარგმანები, კი, რჩევები მომცა და მე ცოტა ხნის შემდეგ შევხვდა და მითხრა პირველ კორპუსთან თუ გაგახსენდება ფაქტობ მედია, რატომ არ მოდიხართ, რატომ არ აგრძელებთ? აი ახლა ეს მინდა გითხრა და მე უკვე პირველ ჩემს თარგმანს მივაქანებდი ხოლმე ქალბატონ მედიასთან. ერთ-ერთ თარგმანში ორი ხაზი თვითონ ჩამიწერა. გემშვიდობები და ახლა თუ სწორად გამახსენდა, აწმძვინ ვარებით გული აღივსო და იცით რა, იმდენად მომეწონა ეს და თუ ახლა მე თქვენ ნახავთ, ხელი არ ვახელი ეს. და მე მგონი პლაგიატორობაში არ ჩამეცვლებდეს და ეს ხაზი ორი ხაზი ეს ორი ხაზი დავტოვე თქვენგან სამახსოვროდ. ქალბატონ მედია, ყველაფრისთვის დიდი მადლობა და კიდევ იმისთვის, აი მე სიამოვნებს რომ იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც ასე მნიშვნელოვანია თარგმანში. დღეს რადგან თარგმანის წარდგინების დღეა, მე მინდა ყველას გასაგონა თქვა, თუ თარგმნელი არ არის თავად იმისი მკვლევარი, იმ პოეტის, იმ დარგის. აი ქალბატონი მედია, სანდო, იმიტომ რომ ქალბატონი მედია სწავლობს ამ ყველაფერს და ისე მოიტანს ჩვენამდე. თუ თარგმნელი მეცნიერი არ არის, ის მაინც უნდა იყოს იმ დარგის კარგი მცოდნე. და კულტურაზე ლაპარაკი ზედმეტი ახლა. თუ არ იცის ის პოეტი, თუ არ იცის ის დარგი, ისეთ კურიოზებს გადაეკრება, რომ ნამდვილად ახლა ეს მერე სასაცილოდ აღარ ყოფნით. ისე გივი გაჩეჩილაძე ამბობდა, ჯობია თუნდაც ითარგმნოს, ვიდრე არ ითარგმნოსო, მაგრამ რა ჯობია, როცა შეიარაღებული ხელი თარგმნის და კარგად თარგმნი, ჩვენი ენერგია მაინც იხარჯება და ჯობია, რომ სწორად დაიხარჯოს. ქალბატონო მედია, თქვენ სწორედ აი ამ ხაზს მივესალმები და მე მინდა ახლა თქვენს გასაგონად ისიც თქვა, რომ თუ თავის დროზე დავაფუძნეთ კათედრა, რომელიც აი აქამდე მოვიტანეთ უნივერსიტეტში, განსაკუთრებით ეს არის ინგლისურ-ქართული. ჩვენი მიზანი ის არის და ემთხვევა ამას, რომელიც ქალბატონ მედიას თავად აქვს ინდივიდუალურად, რომ აუცილებლად თარგმნელი უნდა იყოს თავად მცოდნე და მკვლევარი ამისი და უნდა იყოს ისეთივე ორენოვანი, როგორც ბრძანდება ქალბატონი მედია. ერთი ენა და მწყარები და დახმარება არ შველის საქმეს და აი ქალბატონი მედია ასეთი ბრწყინვალე ორენოვანიანი, სამენოვანიც არის, თუ კიდევ მეტი მე არ ვიცი, მგონი ფრანგული, მაგრამ რუსული პასიურად თუ დაგჭირდება თაკ და აქტიურადაც, მაგრამ აი ასეთი კოლეგა გვყავს ქალბატონი მედია, მინდა მას ხნეობა, ჯანმრთელობა, დიდი შემოქმედებითი კიდევ აღმავლობა, იმიტომ რომ ეხლა ხან წავიკითხე, რომ გონებისთვის თურმე საუკეთესო ასაკი ეს დაადგინეს მეცნიერულად ახალი მონაცემებით 60-დან 80 წლამდეა და ზოგჯერ 90-დანაც აღწევს პიკი. ნუ ეს ჩავთვალოთ, რომ თქვენთვის ძალიან ადრეა და მე მაინც ყოველი საუკეთესო. არა, არის. ოცნით გეფერებით და დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ალბათ მედიას ვთხოვოთ, წავიკითხოს რამდენიმე თარგმანი. მიკროფონი ახლოს არის. აჰა. ეხლა ისმის? მე ფულსებზე დავწერე დიდი ასოებით, რომ დავიდა. ეს ცუდად ხედავ. საერთოდაც მინდა და ესეც. მე ვთქვი, რომ ზიანმა მითხრა, რამდენიმე თარგმანი წაიკითხა და მინდოდა ძალიან მოკლე ლექსები ამომერჩია, რომ თავი არ მომობეზრებინა თქვენთვის და ზიანმა შემომთავაზა ორგული მეგობრობა.
ამიტომ ამით დავიწყე. ეს არის თომას ხუდის ლექსი ორი მეგობრს. ხელები შექმნენ, მაგრამ ჩვენი გულები არა და აღარასდროს შეხვდებიან ჩვენი ხელებიც. რაც ჩვენი გზები გაიყარნენ, გშორდები მარად, თუმცა აქამდე ჩემს მეგობრად გასახელებდი. შენ ერთს გსახავდი ჩემს იმედად ახლად მარა, ფუჭ სიყვარულში მე ამაოდ თვალე დღეები, ხელები შეხვდნენ, მაგრამ ჩვენი გულები არა, აღარასდროს შეხვდებიან ჩვენი ხელებიც. ჯონ კიტსის ერთი ლექსი მიყვარს, რომელიც რაღაცა უჩვეულოა, ძალიან ბევრი გამეორებებია და არ არის ესეთი სტროფებად დაწყობილი, რაც უცნაური ლექსია და ქვია ჯადოსნური სიმღერა. ნუღური ცრემლებს, ნუღური ცრემლებს, ვალდამშვენებს, ყვავილი ველებს, მოატირდები, გაიგვიწებენ ნორჩი კვირტები, შეიშრეთვალნი, მე შემოვაღე სამოთხის კარი, მღერით გავფანტე სევდათა ქარი, მოდავრი ცრემლებს, ზე აიხედე, ნახავ თეთრსა და მეწამულ ედემს, შემხედე, ნახე როგორ ვირწევი, აქ ბროწეული სყვავილთა ზევის. შემხედე, ვერცხლის ნისკარტი რომ მაქვს, კეთილ კაცისთვის სიკეთე მომაქვს. ნუღური ცრემლებს, ყვავდამშვენებს, ყვავილი ველებს, შვიდობით ფართოდ გავშალებ ფრთები და შევერიეცის ცისფერ სივრცეს, შვიდობით ზევით მივკრინა ისევ, შვიდობით. თვითონ არ არის კიცისთვის დამახასიათებელი ლექსი, მაგრამ ეს აღმოვაჩინე და ძალიან გამეყარეთ. შერის აქვს ერთ სტროფიანი ლექსი, რომელიც მე მიყვარს. ამას ქვია უთქმელი ზღაპარი. იმღერდა იგი, ვინც არ უთხრა ზღაპარის სრულად და გავდა არის მაცდუ ფერფლით რომ ქრება უცებ, გავდა ოქროსგან გამოძერძილ ცარიელ სურას მაცდური იერით რომ დასცილის წყურვალი თუჩებს. და ლექსი ცვალებადობა, ეს ლექსი იმიტომაც მიყვარს, რომ პირველად როდესაც წავიკითხე შერის ლექსები, სტუდენტი ვიყავი ჯერ, წერობდა კავშირში, ბატონმა გიორგი ჩიჩილაძემ მოაწყო საღამო და ინათო არ უნდა წაიკითხო შერის ლექსები და წავიკითხე. ძალიან ხელად ეს პირველი იყო და წინა რიგებში იჯდა სვიად გამსახურდია და ესეთი ძალიან სერიოზული სახით რაღაცებს იწერდა და გამისკდა გული გამაკრიტიკებს და არიცი რამეშველება თქოდა, მაგრამ ბოლოს დავშვიდი, იმიტომ რომ თქვა რომ ახალგაზრდა დამწყები მთარგმნელია და ამ ლექსებიდან ყველაზე მეტად მომეწონა ლექსი ცვალებადო. და მაშინ დავშვიდი და ეს ლექსი იმის შემდეგ მართლა შემიყვარდა ეს ცვალებადო.
ჩვენ გავართ ღრუბლებს, ჭრდილს რომ ფენენ ელვარე, მთვარეს შეუსვენებლივ რომ ილტვიან რთულავ გუნდებით მოვამწუხრი და მათი კვალი გაქრება მალე ჩვენს ვქრებით ასე და ამ ქვეყნად აღარ ბრუნდებით ჩვენ გავართ ძველ ჩანს როცა ფრთებით ეხება ქარი დაშლილ სიმებში აღარ ისმის ჟღერა წყობილი ვეღარ გამოსცემს ნაირ ჰანგებს იცვლება მარად და კნესის ჩანგი ჟამთასვლისგან მივიწყებული ღამით სიზმრებით გვეშხამებას ამოძილი და გვეგვიძება ერთი ფიქრი გვაძვალებს მთელ დღეს ვიცინით ხენ თუ სულ სტანჯავს რამ სიმძიმილი ან აქ დაცებას მივეცემით 1000-ში ერთხელ ამაო არის სიხარული თუ სერდით სავსე ნურავინ ერის საფუძროსგან ხსნას და დანდობას დღეგუშინდელი ხვალინდელის არ არის მსგავსი და უცვლელია მარტოობენ სვანებადობა ყვარი მოგაბესო Kalapamedya sanam ilevleks tamikho ძალიან ბევრ ახალგაზრდა მკითხველს ძალიან პოპულარული ეს წიგნი ფოლკლორის სული რომ ამონდიოდა და მის თარგმანის ისტორია რომ მოგიყვეთ ორი სიტყვით თუ შეგიძლიათ ამ ავტობიოგრაფიულ წიგნში იქნება ეს ისტორია ვინ გიბიცგად ვინ რა იყო ის შემოქმედებითი მომენტები შემოქმედებითი ლაბორატორიის ნაწილი აღწერილია ეს წიგნი as I lay dying მე ნახე ბუკინისტებში მენქიშვილის ქუჩაზე ტიმოთესთან და ისე ობლათი იყო ეს წიგნი და ამდექი და ვიყიდე ამ თუნდა წაკითხულე რომ წავიკითხე გაუცებული დავჭი ისე მომეწონა და მე რუსულადაც გამოვიდა ეს და რუსული თარგმანი მაინც და მაინც არ მომეფონა გულს როგორ არის სათაური რუსულ თარგმანში გადაიაული რა და ეს ზაფხულს კარზე გაისმა კაკული და გამოღეკარი და კივი გეგეჭკორი და ლია მისი მეუღლე მოვიდნენ სტუმრად ძალიან გამეხარდა რა თქმა უნდა ეს ზაფხულის შემდეგი პერიოდი იყო. და საუბრის დროს მეუთხარი გიჟვა ეს წიგნი ვიყიდე მეთქი ისე ოიო ჩვენ რო ზაფხულში წავიკითხეთ რომ რუსულად და ძალიან მოგვეწონა მოდი რა თარგმნე რომ მითხრა არამეთქი და ფოლკლორს მე როგორ თარგმნი გეხვეწებიო მითხრა ერთი თავი თარგმნე და მაჩვენე თუ მომეწონება მაშინ გეტყვი რომ განაგრძე თუ არა და გეტყვი რომ დაანებე თავი და მეც რაღაცა გული მომეწო და თარგმნე ერთი თავი მე მივედი გივისთან და მიასთან სახში და წავუკითხე ეს მეგობრებს გივი და განაგრძე აუცილებლად განაგრძე მე რამდენ თავსაც ვთარგმნი მივხვდი და უკითხავდი ხოლმე და თუ რამე შენიშვნას მოუწევდა რა თქმა უნდა მას ვითვალისწინებდი რომ გივის კარგი გემოვნება ჰქონდა კარგი პოეტი იყო თქვენს მოგეხსენებათ მისი სტილი მისი უნარი პროზაც კარგი აქვს მას და ლექსებიც და მე ძალიან პატივს ვცემდი მას და ასე ნელ-ნელა ბოლომდე ჩავედით ეს მე ეხლა მე არ ვიცი რა იყო ამ ტექსტს მოხარ ეხლა წავიღოთ რედაქციაში ახალს მახსოვს რომელი რედაქცია იყო სადღაც მინდა რაღაც ქალბატონი იყო რედაქტორი და დაუტოვეთ მას
წაიკითხა ხალხმა და თქვა რომ იცით ძალიან რთული წიგნია. ესო ძალიან რთული წიგნია და მე არ ვიცი რომ კითხული ამას როგორ მიიღებსო. აქ არისო ერთი გოგონ ახალგაზრდა გოგო არისო ისო რედაქტორი გითხრა და ისიც წაიკითხასო და აღმოჩნდა რომ ეს იყო ასმათ ბეშიძე, რომელიც იყო ჩემი სტუდენტი. და ესეთი იმას უნდა წაეკითხა ეს ჩემთვის უნდა გაესწრო. ძალიან უხალხო მდგომარეობის ჩავარდა. გივისურვხარი არ მინდა მეთქი რა არ მინდა. რაც არის იყოს მეთქი ეს დავმალოთ. არა, რას ლაპარაკობ? როგორ შეიძლება რომ ფოლკლორზე თქვა რომ ძნებიაო, ძნები უნდა იყოს ფოლკლორი, აბა ადვილი როგორ იქნება მეთქი. და მე როგორც იქნა მე და ასმათ ბეშიძე ვიჯექით ვკითხულობდით და ასმაც უკვირდა რა არის ძნელი ამაში, ეს ხო ფოლკლორია. ბევრი არაფერი არ ჩაგვისწორებია. და მე გადააგზავნეს ეს წიგნი აჭარაში და იქ დაიბეჭდა. ჩემმა ბიძაშვილმა, ჩემმა საყვარელმა და უნიჭიერესმა ნინო საარიშვილმა, რომელიც აღარ იცის კონკრეტულად გამონათქვამს. მან დაასურათ ეს იყო და გააფრთხილდა. ეგ რო დაიბეჭდა, არაფერი არ ეთქობოდა იმდას. რაღაც ათხაპნილი იყო სულ და თვითონ წიგნში იყო 127 შეცდომა და თან ეწერა მარტო რომ თარგმნა მედიასაშვილმა საერთოდ არ ეწერა, ინგლისურად ეწერა. მაღაზიაში შევედი ერთხელ და მინდოდა რამოდენიმე წელი მევიდა. ვინაც კაცი იდგა, ათვალიერებს ამ წიგნს ათვალებს. ნეტო ვინ არის ამის თარგმნელი? მე მეკითხები, გვერდზე მე ვთქვა რა ვიცი ვიღაც მედიას. გონი ვიღაც მედიაზე არის შვილია მეთქი. მოგდა რატო არ აწერიო? აი ესე, ხონდა იმის შემდეგ იდო ეს წიგნი თავის შეცდომები ან მაგრამ რო ასწორებდით ყოველ ეგზემპლარში თქვენ თავად ხონდა მე ვისაც ვჩუქნიდი მას ვასწორებდი დაუშვებდი რამდენი შეცდომით თვითონ თავად ჩემი ხელით ვასწორებდი ბევრი დაჭრაფიც მქონდა ისე რომ უნიკალური ეგზემპლარი მეცნიერს მართლა და ესე გასწორებულს ვჩუქნიდი და მე გავიდა ხანი და ჩემმა უფროსმა ვაჟიშვილმა ზვიადმა ასე უწოდა ზვიადმა გამოსცეს წიგნი კიდე იყო რაღაც შეცდომები მაგრამ კიდე გავასწორდი და კიდე გამოსცა და ასე იყო უშეცდომა გამოდგა რასაც ვასწორდი ხო აი ასეთი იყო ეს ისტორია მიწვლა არ ქონდა ხო რაც თავარია თან ხო და არც ხო აქ წერია რომ უცხონი გივი გეგეჭკორის ხსოვნას გივი გარდაცვლილი არა თვითონ წიგნისეული მიწვლა წიგნისეული მიწვლაც არ იყო არა არაფერი ყველაფერი გამოტოვებული იყო და საშინელი დაბეჭდილი თავის გამოცემას მიწვლა ფოლკლორი თვითონ წიგნიც ესეთი იყო რომელი წელი ახაც მასოს რა ვიცი ხა რომელი წელი იყო 20 წელი კი 20 წლის წინ იგი ხისტი მე მისო აუ დიდი ხისტი მიჩის მოგითხარი მიჩის კითხავმეთქი და ნაცბეთ გიხო აი ემილი დიკინსონიდან წავედი პატარა სკოლაში რა დროუნეთ არის დროს თვითვეშ თანთქავს თვითანად გურებს თუ კი რამ დარჩა სურს სულბოქი წონა როდი აქვს ანჩოს რომ ბომბულივით აფრინდეს ზეცად და ზვიადმა ხარ მეწერა 1774 თუ რაღაცა ლექსი
რაღაცა შეცდომა არის, მაგრამ აქვს იმას ამდენი ლექსები. და პატარა ლექს აი ამ ერთ სტროფს ეწერა 1774. პატარა გულში რბის ნაგადული იქვე ყვავილნი ხარობენ რიდით, შტირებით რთიან და მოგრძალებით ჩიტები სგუნდი სასმელად მიდის და არ მინიცის ის ჩუმად ისე ჩუმად რბის გულის ყოველ ვერ კითხულობ ზიან რატო მაწვადა გულის ყოველ ძარბს სათუდად უვლის და წყურვს თუმცა პატარა ნაგადულს მაინც უფრთხილდი მარტში ჟამს წყალდიდობის როცა ბორცვებზე დადნება თოვლი ფიდებზეც ვეღარ გავიმინდობით მერე კი როცა ცხელი აგვისტო მინდვრებს დაკლავს და გადააშიშვლებს თილად იყავი ცხოვრების წყარო ერთ ცხელს შუა დღეს შენც არ დაგიშრის თეთრანგელოსებს ნახავთ აისზე ნამის წვეთებს თუ დააკვირდებით იღიმებიან, კრეფენ, დაფრენენ მათ ეკუთვნიან ნორჩი კვირტებით ანგელოსები როს მზე მწყუნვარებს ცხელ ქვიშაზედაც დაფრენენ გუნდად ძირს იხრებიან კრეფენ, ოქრავენ დამჭმარ ყვავილებს Prosti არ არის ამ ციკში და პროსტზე არანაკლებ პოეტს წავიკითხავ. ნომერი პირველი უილიამ ბლეიკი. ვეფხო ცეცხლისფერად ხამით უხრან დღეში ელავ დაუკვდავი თვალით ხელით სულ ყვეს ასე შიშის მგვრელი ქვესკნელში თუ მაღალ ზეცად იშვამ ძვინვარ თვალთა ყვესა თებს ვინ გაჰყვა აღმაფრენის ვინ ხევთა ცეცხლი შენი როგორ ჩაწნეს ან რა გზნებით შენი გულის სისხლ ძარღვები და გულმა რომ იწყო ძგერა თუ შეიგრძნო სწოლა ხელმა რა უროთი რა ძალღონით გამოაწვდეს შენი გონი ხურვალ გრდემზე ჩამოასხეს ის რაც საზარ შიშით გვავსებს ვარსკვლავთ მოწყდა ის არ თქონა სასრომ ცრემლად მოეფონა გაიღიმა შექმნეს როცა თავის თვის კბილებას მოჰკრას თვალი თუ იმავ ძალით შექმნა რამაც შექმნა ქვეყნად კრავი ვეფხო ცეცხლისფერად ღამით უბრან დღეში ელავ რა უკვდავი თვალით ხელით სულ ყვეს ასე შიშის მგვრელი დიდი მადლობა ჩემი საყვარელი ლექსი შვიდნივად ჩვენა ოდიშუქდი იმ ადამიანებს ვინც უკვე მოისმინეს ამ ლექსის ჩემეული დეკლამაცია უნივერსიტეტში უილიამ ვორდსვორთი შვიდნივად ჩვენა უმანკო ბავშვი ლაღადროს სუნთქავს სიცოცხლის ძალა რომ ფეთქავს მასში და გაეგება სიკვდილის არსის ერთხელ შემოხვდი გლეხის გოგონას 8 წლისავა რომ ითხრა პატარამ ხშირი თქმა ჰქონდა კულთა კონა მის თავს ამკობდა გვირგვინის დარად უბრალოდ ის შვილს გავდაიერით კანტკი უხეში სამოსი ეცვა იყო ისეთი თვალმშვენიერი რომ სიხარული განიათკეცა პატარა ქალო თუ ყავს დაანძმა სულ რამდენი ხართ აბა მითხარი სულ რამდენი ვართ 7 ვართ თქვამან და გაოცებით მომაკვრო თვალი თქვისად არიან გთხოვ რომ მიამბო 7 ვართ როგორც გითხარით მაშინ 2 კონო ის მხარეში სახლობს 2 კი არის გასული ზღვაში
და კი წვანან საფლავში ორნი, ერთი და ერთიც ძმა ჩემი, ერთიც ჩემი ძმა, მე და დედა კი ცხოვრობდი ხოხში, აი იქ რომ დგას საფლავებს მიღმა, ამბობ რომ ორი კონვეიშია, ორი კი არის გასული ზღვაში, მაინც 7 ხართ? როგორ გონია რამდენი დარჩით დაძმანი მაშინ, შემეპასუხა პატარა ქალი, გოგო ბიჭები ვართ ერთად 7, აქ ჩემი დაძმის არის საფლავი, იქვე ხეს არ წევს ნიავი მშვიდი, პატარა ქალო დარბი ხარ მარდად და გეღლება ხელფეხი გარჯით და თუ კი ორნი საფლავში წვანან, მაშინ ხომ მარტო 5 ვიღარ დარჩით, წვანია მათი საფლავი ახლა. აქ შეიძლება იმათი ნახვა, ასე მომიგო პატარა ქალმა 12 ნაბიჯი დარჩა, რომ დედაჩემის მივიდნენ კართან და ისინი ხომ გვერდ წვანან, ჩემს წინდებს კევსავ მათ ახლოს ხშირად, ან კეცავ ქობას ჩემი თავსაფრის, იქვე მიწაზე მათ ახლოს ვზივარ და თან სიმღერებს ვიღინებ მათთვის სერ, ხშირად როცა მზე უკვე ჩადის, ჯერ სინათლეა საამოდ თბილა, მომაქვს პატარა ფიალა ფაფით, იქ შევექცევი ჩემს ვახშამს კბილად, ჯერ გარდიცვალა ჩემი და ჯეინ, იწვა და მისი გვესმო და კვნესა, ვიდრე ტკივილი დაუცრო ღმერთმა და მისი სული მიიღო ზეცამ, ის სასაფლაოს მიწას მიბარდა და როცა გახმა ბალახი, მაშინ ჯეინთან ახლოს ყოფნა გვიყვარდა, მეც ხალისობდი ჯონთან თამაშით, მერე კი თოვლმა დაფარა არე, რბენით სრიალით ვერ გვრძნობით დაღლას, ჩემი ძმა ჯონიც წავიდა მალე, ჯეინის გვერდით წევს ისიც ახლა, მაშ რამდენი ხართ, ვიკითხე ისევ, თქვენთაგან 2 თუ იხმო ზენამ, პატარა ქალმა მომიგო ისევ, მისტერ, ხომ თქვი, 7 ვართ ჩვენა, მაგრამ ისინი აღარ არიან ის ორნი თქვენთან, მათი სულები მიიღო ზენამ, ამაოდ ხარჯ სიტყვები, რადგან პატარა ქალი თავისას ადგა, იზახდა, არა, 7 ვართ ჩვენა. დიდი მადლობა. ხო, მოდი დღევანდელ და ალბათ სიმბოლურიც არის, რომ უნდა წავიკითხო ო კაპიტანო. რომელიც უიტმენმა, როგორც ვიცი, მიუძღვნა აბრაამ ლინკოლნს და მის ტრაგიკულ აღსასრულს. ო კაპიტანო და ამ პოეტის უიტმენის ეს შედევრი პირველად ქართულ ენაზე, ასევე ტრაგიკულად აღსრულებულმა საქართველოს პრეზიდენტმა, კარგნელმა და წინვარე ქართული ლიტერატურის ფილოლოგმა, ქართული ლიტერატურის კვლევარმა ზუსტად დამსახურებიან თარგმნა. და მისი დამსახურებით არის, რომ ამერიკელი, ინგლისელი პოეტები, როგორც ბატონმა პაატა რობერტ ფროსტი დაასახელა, აილიოტი, სენდბერგი შემოვიდა ქართულ ლიტერატურაში. ეზრა პაუნდი, ასევე ჩვენი საყვარელი და ძალიან ძვირფასი ავტორი, ო კაპიტანო. ეს ვერ დამსახურდი ეს დაბადების დღე და მოდით მისი მედია ზალიშვილისეული თარგმანი მის დაბადების დღეს მივუძღოთ. ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო, საშიში გზები დავძლიეთ უკვე, გემი გადურჩა მძაფრ ქარტეხილებს და ძვირფას განცაც ჩვენ დავეუფლეთ. პორტს მივადგებით საცაა მალე, რეკავენ ზარებს და ხალხი ღელავს და პირქუში და უდრეკი გემის მოახლოებას მოელის ყველა, მაგრამ გული, ოსისხლის შხეთი ალისტრად ღვივის გემბანზე, სადაც უხმოდ დაეცა ჩემი კაპიტანი უსულო ცივი, ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო, აღსდე უსმინე გუგუნებს, გუგუნს ზარების, აღსდე შენთვის ხმობენ საყველი და ფრიალებენ ბაირაღები, შენთვის დაუწნავ დღეს გვირგვინები და ბაფთიანი თაიგულები, შენ მოგიხმობს და ზღვასავით იწვის შენკენ მზირალი ხალხი ულევი, მოდი ძვირფასო, მოდი კაპიტანო ძვირფასო მამაო, კლავს ამოგიდებთ თავქვეშ სასტუმრად, სიზმარს უფრო გავს რომ ამ გემბანზე ხედავ ძირს გართხმულს ცივსა და მდუმარს, თუმცა კაპიტანი არ პასუხობს, ბაგია გამშრალი ფერნა მკრთალები, ჩემს კლავს ვეღარ გრძნობს, მაჯაც არ ფეთქავს, და სამუდამოდ ჩაქრენ თვალები, მოგზაურობა გასულდა ბოლოს, გემმა ჩაუშვა უზაუნებლად, ყველა საფრთხე და ქარცეწყლის სძლიან მძიმე ბრძოლებში გამარჯვებულმა, ო სანაპიროს ზარებულ რეკეთ, მე კი მწუხარე კვლავ უსასრულოდ, ვიმლი გემბანზე დაეცა სადაც ჩემი კაპიტანი, ცივი, უსულო. დიდი მადლობა. მინდა ისაც აქვს სურვილი, ორი და სიტყვა თქვას, ან ისაც შეკითხვა აქვს ალბათ მედიასთან, რომ გითხრას ორი და სიტყვა.
გომი. მეტი ჩრუმაში არ ჩამოვარდა. ეს იყო მეგონი ალბათ 50 წლის წინ მედია და ბევრი სხვა ინგლისური ფილოლოგიის კათედრაზე მუშაობს. ერთხელაც ლექციას ვამზადებდი. ამის 12 საათი იყო. მედიას დავურეკე და ლექცია უკარნაკა და ვთხოვე მედიას კიცინი თარგმნე თქვა. ერთ საათში დამირეკა სხვადასხვა და საუკეთესო თარგმანი ჩამაწერინა. დღემდე ბუდისტური ფილოლოგიის ჩამწერის თარგმანი მაშინ გამეფანტარა მედია და მაგრამ სამაგიეროდ შემდეგ კიდევ მამას არქივზე მუშაობდი და საინტერესო პროზაული ნაწარმოები და მედიას დაურეკე ისე და ვეკითხებდი როგორ ფიქრობ ამის თარგმნა ღირს მეთქი და მომიტანეო მითხრა მიუტანე და ისეთ წელდორეთ მითარგმნა მაგრამ ის გასაკვირველია შეიძლება ჩაიდებულე არასოდეს და ეკარება და მამაზე ორი სიტყვა ყველა მარიცის სერდიჭილა ეს არაუში ხოდა თქვენ ჯანგერდეთ და ხოთაშორის მედიას თარგმანი მოყვება სტაინბეკის წერილია იმავე წიგნში და აი შეკარგად ამიტომ კონდეს ის წიგნი ძალიან კარგად წერს ქალაქს წერს წერილს და საუბრობს ერთი მონაკვეთია საუბრობს რომ ქართველებს ისეთ როგორც ღია გული გაქვთ არის ღია უნდა გქონდეთო და აი ახლა ზუსტად ეს ჩვენი ვიზიტაცია რომ მოხდა და რომ შემეწოსო ეს იყო 63 წელს რომ შემეწოსო მე თვითონ მას დავიქებოდითო ავდება და ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებდიო და ეს იყო პირველად იყო 47-ში სამში სტაინბეკი და მეორეჯერ იყო 63-ში და ისეთი აქტუალებული წავიდა წერილი მოწერა ქალაქს და ძალიან საინტერესო წერილია მეგონ უმრავლესობა იცნობს მედიაშიც დაიკითხე ხო წერილი და ასე რომ ისე წიგნში მედიას თარგმანიც არის და თქვი რა წერია და მისია ეს წიგნი თქვი ხოდა დარის მამა მედიას თარგმანებზე ლექსებზე მის ცოდნაზე მის ინტელექტზე ყველაფერზე ძალიან კარგად ითქვა ყველა მის მაგრამ მე სტამამატები რომ გარდა ამ თვითფასი თარგმანებისა მედიას ყავს ძალიან კარგი შვილები აი მანალა რომელსაც პირველობაში არ ჩაუმართეს იმიტომ რომ ჩემი თვითმა უკვე დაამთავრა რომელსაც ასწავლიდა მაშინ ამერიკულ აკადემიაში და მისი სეხნია მანა დამეთანხმება წარმატებულები იყვნენ. მისი მეგობარი ერთ-ერთი საუკეთესოა. მაშინ ძალიან მიყვარს ეს სკოლა, და გიორგისაც ძალიან მიყვარდა, პოტენციო ყოლა ძალიან კარგად ასწავლიდა. მეორე მე და ნინო ეს იყო ის მაშინ ისაც არ იყო შუქი, არ იყო გათხოვა, ტრანსპორტ და იშვიათად დაგიედა პასტავლინის ბაირონის სკოლაში, სადაც ხოთაშორის დაგიანება გაცდენა, გამორიცხული იყო და ძალიან მოდგინეთ და ბედითად გვიანობამდე მუშაობდით. ასევე ნინოც არაჩვეულებრივი შვილი იყო. ერთხელ კათედრაზე ორივე თანამშრომელი. იშვიათად თოვდა ხოთაშორის და მედიასთან მივედი სახლში. და მედიას პანჯერასთან ძალიან ლამაზი ნადვისხე იზრდება და ვკითხე მედია შენს ნადვისხეს დაათოვა თქვა და თორნიკე იდგა იქვე და მითხრა იმ ნადვისხეს რომ დაათოვსო ისეთივე იქნება როგორც მედია მედიას ყველაზე საუკეთესო მეგობარია ასე რომ მედია ძალიან კარგი დედა ძალიან კარგი მეგობარია ბერია დიდარი არა მარტო დიდები და თარგმანები არამედ ძალიან კარგი ოჯახი ხოთაშორის ის ნაცვისი არის ულამაზესი და მაღალი ძალიან ეტყობა დიდი ხნისა და სულ მეშინია ვინმე მაგრამ მოცხაროს და არც არის ყოველდღე გადავწევ და საკარი ხო ჯერა და ამერიკანები
მოგონდა დავწერეო და ცისკარში და შევიწინეთ იმ ცოტას და ვარ მომიტანა და წავიკითხა და დაურიგე და უთხარი მე დღეს ცოტა გული სულად ხონდა მეთქი და ეხლა გული არ გამიგდეს ხო და ვაიმე ვიღაცა კიდე მითხრაო და ნეტავა ისო მე კიდევ დაიყო მედიკო ისეთი რომელიც შეიძლება ჩვენ მეგობრობას და უშურველად რომ თარგმნის, აი კიდევ ერთი მოწმეა, ქალბატონო ირინა. უშურველად რომ იცის დახმარება, მოყევით ქალბატონაზე. აბა, ერთს. იმათლება. ეს დავამატებ აუცილებლად. სექსუალურ დასახურდია ვახსენეთ, ვინც რაღაცნაირად პირველად წაკითხული ლექსების ქალბატონ მედიას თარგმანების პირველი შემფასებელი იყო და მან რაღაცნაირად წააქეზა მისმა დადებითმა გამოხმაურებამ და კიდევ ერთი ძალიან ძვირფასი ადამიანი მინდა ვახსენო ალიანი ჭანტურია რომელზეც ქალბატონ მედიას საკმაოდ საინტერესო და სახასიათო მოგონება აქვს იმ წიგნში და აქაც რო გაიხსენოთ ქალბატონ მედია ვენერას და ადონისთან დაკავშირებული მოგონება რომელიც ამ წიგნში არის შესული მაგრამ მანამდე გამოიცა საკმაოდ უხვად ილუსტრირებული ამ წიგნში შევიტანეთ ვენერა და ადონისი და ბატონი არიანის გამოხმაურება საინტერესოა ვენერა და ადონისი სტარნას ვერიდებოდნენ შექსპირიაზე ასევე ტიტუს ანდრონი ფიქრობდი რომ მე როგორ უნდა თარგმნო შექსპირი ნიკო პიასაშვილი დამდებდა ხოლმე დერეფანში თარგმნე ვენერა და ადონისი და უყდავი იქნებოდა ხოდა მე რო თარგმნე და რო წავიკითხე რომ დაიბეჭდა მე ნიკოს დავდებდი უთან რატო არა ვარ მეთქი უყდა ხონითხარო უყდავი ხოდა რაც შეეხება არიანის ჭანტურიას მე ეს წიგნი რომელიც ლამაზად გამოიცა და შუაში ბევრი ილუსტრაციები იყო ჩაყოლებული და ძირითადად მოგეხსენებათ ვენერა და ადონისი ვენერა შიშველია ხატრებში ძალიან ლამაზი ჩადებული იყო შუაში და ბევრი იყო არიანეს ვაჩუქებ ხო ფურსლოს და მიადგა ამ შიშველ ქალს ვენერას უყურებს ეს უყურებს უციხდებოდა უყურებს it's too much ძალიან ბევრი შიშველი ვენერა დაინა it's too much მე თხოვეს ტერენდი გრანელის ინგლისურად თარგმნა და ერთი ორი ლექსი თარგმნა ტერენდის ინგლისურად და მე მაინც ვერ გავყიდე და არიანის თხოვე არიანი წაგიკითხავთ მეთქი რა ჩემ ინგლისურ თარგმანს და მითხარით მეთქი თქვენი აზრი და ვუთხარი რომ ტერენდი გრანელი თარგმნა ინგლისურად მიყურებს გაბრაზე რა შეამეთქის როგორ ბედავთ თქვენ? ნუ თუ თქვენ ისე იცით ინგლისური რომ ტერენდი გრანელი თარგმნოთ, ეგ უნდა თარგმნოს ვინც ინგლისური ენოვანია თვითონ და ქართულიც იცის ოსი პირიქით უნდა იყოს. ხომ მეთქი მაინც წაგიკითხავთ მე. აბა გისმენთ და ერთი სტროფი წაუგით. ხო, მაგას არა უშავს. მე მეორე სტროფი ეგაც არ არის ცუდი, მოდი აბა რას მერჩით? ეს მოდის დერეფანში და იცის და ცოტა ისეთი ხმა ქონდა. ისკისებდა მაგას. და არიანი რატო იცით მე ახლა შეჭირავს წიგნი. და მე ვია I am actors. მე გავუკეთე რაღაც რეცენზიები დავეხმარე და მადლობის ნიშნად მაჩუქა წიგნი და ნახეთ რა წაწერა კლდემა მოსიდებით არიანე ჭანტურიას. ამას
ბავშვს აი ცაში გამოკიდულ სახლში მარაბის ქუჩაზე უსტმის ახლოს და რამდენიმე სახლი იყო მაშინ და ერთ-ერთი ჩვენი პაი წამოსყოლული ბორცვზე მარაბის ქუჩაზე და შეიძლება თან მიდი რაღაცები წაუკითხე არიანეს და ცოტა შემოხამდა გაგაცილებთ მითხრა არამედ გერენ მოშეწუხდები და არ გაგაცილებ მოდის და მივადებით ჩემ ბორცვს ცხეთის ქუჩიდან უნდა ბილიქს ავმოლოდის ემოცემოდი გაჩერდა სად მიდიხართ თქვენ ხარი საჩი მიდივარ არიან საცხოვრობთ მეოთხარი აი ამ ბილიქს უნდა ავყვე და იმ თაზე უნდა ვიდემი კარგით მაშინ აღდაგემში ძალიან საყვარელი ძალიან ბევრი სიკეთის გაკეთება იცოდა და ძალიან ბევრი ადამიანს ეხმარებოდა მათ შორის მეც რა თქმა უნდა ერთმა ჩემმა მეგობარმა უთხრა ჩემ მეუღლეს ესეც უნდა მოვყეოთ მედიკო და არიანები ბიბლიოთეკაში ძალიან ხშირად წდებენ ეს და მე რამეს ვერ გავიკეთდი სტუდენტი ვიყავი მაშინ სტუდენტი კი არა თარგმნილი მაშინ და მეკითხებოდი ხოლმე არიანეს რომ ეს სწორია მე ესე გამსაჯულდა თუ არის ხო და ჩემ მეუღლე მივიდა არიანეს და მე ეუბნე თქვენ თურმე ძალიან ხშირად ზიღართ ჩემ ცოლის გვერდზე არიანეს გაუწიფდა ხურები გაბრასას ციტრას გეტყვით ქალის გულისთვის ჩემთვის არასოდეს არავის საყვედური არ არის თქვენ როგორ მიბედოთ და ისე შერწყვა ჩემო ბოდიში მოუხადა იქით და გასულელი ვარ რა მიმიყვანა არიანეს და როგორ უთხარი საყვედური მისერებს ესეთი ამბები იყო არიანეს და მოხმარება სადაც არის ატომგია ყობახეთის ხო? დიდი მადლობა გოგოთამდე ესეთი საინტერესო აკადემიო პროგრამებისთვის. მე იმით დავიწყებ რომ ძალიან მეყვარს ქალბატონი მედიკო, მეყვარს ქალბატონი მედიკო როგორც ირონება და როგორც წერალი ეს ჩვენი ურთიერთობა გამჟღავნებულია და ამის გამო ყველას არ ცნობთ ვიცი რომ მასაც უყურებთ და ეს ეხლა მე წამაქეზა საერთოდ უფრო მეც ვიტყვი აი როგორც ნეიტრალური ადამიანი ვიტყვი ამ შემთხვევაში აი თუ შეიძლება რაიმეთი იამაყო ხომ ჩვენ ცხოვრებაში ერთ-ერთი არის ის რომ ახლო ურთიერთობა ქალბატონ მედიკოსა და ხანდახან მათ საშუალება სანამ დაიბეჭდება მანაც გავიკითხო ისე ესათვის თარგმანი თუ როდესაც მოგონებები ეხლა წამაქეზა ბატონის ვიარდის ნათქვამმა სრულიად მამონტიოსთან დაკავშირებით რა თვალსაზრისით რომ ახალგაზრდებს ძალიან მოსწონთ ეხლა მართალი გითხრათ ცოტა გამოვცემ რომ მეგონა რომ არ იყო ეს ახალგაზრდების ციკლი რატომღაც ეს არ მე ხა არ საუბრობ როგორც ლიტერატორი იმიტომ რომ არა ვარ ლიტერატორი საუბრობ როგორც კითხველი რომელიც ბევრს კითხულობს და თანაც აღარ თანმიმდევრულად ესეც მინდა გითხრათ მაგრამ ნუ კითხულობ და სული რომ მამონტიო და ერთ-ერთი იყო რომელთაც მე არ გახსნეს განმავლობაში მე რო ცხოვრობდი იმ განწყობაში ჩავჩი რაც ამ ნაწარმოებმა დავითოვა კითხვის დროს და მისი დამთავრების შემდეგ. და ამ ნაწარმოებებს ეს ახასიათებთ მოგეხსენებოდა და სწორედ ესეთი იყო და ძალიან დიდ ხარჯს ჩავშვის სხვათა შორის მინდა გითხრათ და აი ხა მე მაინტერესებს აი ახალგაზრდებს რატომ და როგორ რითი მიიზიდა და ჩემთვის ვფიქრობდი სული რომ ამ დიოდაში ერთ რაღაცას მინდა გავუსვა ხაზზე მე ვფიქრობ რომ არ შემშლია სოფტვერი რომ წერალი მე საალიშვილი მეყარსა და აბსოლუტურად თარგმნილი მედია საალიშვილი იმიტომ რომ სული რომ ამოდიოდა მისი ნაწარმოები აქ ეძნელია საზღვარი გაავლო თარგმნასა და ავტორს შორის იმდენად ქართულია მაგრამ მეორე მხარეა
ცალკეულ ნაწილებად რომ დავყოთ ეს წიგნი, ეს რომანი, ცალკეული ნაწილი არც ერთი არ არის ქართული, არც პერსონაჟების სახელით დაგვარებით, არც ბუნება, არც პეიზაჟები, აი დინარეც კი არ არის ქართული. ხო, დინარის ეპიზოდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და კარგი ეპიზოდია და უამრავი რაც ამ წიგნში და ძალიან გაუხრივია დამეთანხმებით. ესე იგი, ეს ყველაფერი არაფერი არ არის ქართული, მაგრამ ჯამში რო ვკითხულობთ, ეს არის ქართული. იმიტომ რომ შენია, შენთან ძალიან ახლოს არის და რაღაცნაირად ის ცხოვრების ნაწილი ხარ. აი ეს არის ჩემი აზრით ამ წიგნის ეს დამსახურება და რა ვიცი, კიდე რა შეიძლება ითქვას კალვატონებიკოს, რა ვიცი, ძალიან მოხარ კალვატონებიკოს და განაგრძეთ. ხო, ერთი რამ, ჩემი ისა, აი როგორ ნათქვა, რომ ტიტოს ანდრონიკოსი, ჩემი ნაცნობობას დაიწყო ტიტოს ანდრონიკოსი, მიუხედავად იმისა, რომ უახლოესი ნაცნობი ვარ, ну, არ ვიცი, აი ჭეშმარიტი არისტოკრატი როგორი არის, ისეთი როგორიც არის კალვატონი მედიკო. აფიშირებას არ აკეთებ და მართლაც გამოსახურებლად უცნობია კალვატონი მედიკო ფართო საზოგადოების, მაგრამ მეორე დიდი პლუსია. ანუ ის საზოგადოებისთვის, ვისაც კითხვა უყვარს, წიგნი უყვარს, ყველასთვის იქნება ნაცნობი ამ თაობაში, მომავალ თაობაში და ის მომავალ თაობაში და ასე შემდეგ. ანუ არგი ნაწილისთვის იქნება ყოველთვის ნაცნობი კალვატონი, ამაზე გული არ გაიტეხოთ კალვატონი მედიკო, რომ კი არ არის. გერონდელი სიტყვით რომ თქვათ და ის გამოსწრება სასამართლოში. ხო, ტიტოს ანდრონიკოსით დავიწყე და მე უკვე ცდილობრივ არაფერი არ გამომეტოვნა. მეგონა რომ ყველაფერი წავიკითხე. და აღმოჩნდა მე და პაატამ გამარკვია ამაში, რომ თურმე იმისი მეათედი არა მაქვს წაკითხული, რაც კალვატონი მე ესეთი ნაყოფიერება, გარდა იმისა, რომ ყველაფერი არის აბსოლუტურად მაღალი ხარისხის, ანუ კალვატონი მედიკო არ წაგაკითხებს იმას და არც ვითომეტეს არ დაბეჭდავს იმას, რომელიც არ შეესაბამება იმ უმაღლეს სტანდარტებს, ხო? და აი ამ ხარისხით და ამ მოცულობით მე არ ვიცი, როგორ შეიძლება ადამიანმა იმუშაოს და შვილები ასენეს, მე დავამატებ, რომ შვილიშვილებზე გადაყოლილი ბებიაც არის და აი ეს დრო საიდან როგორ მე მადლობა ყველაფრის კალვატონი მედიკო. დიდი მადლობა და შეგვიძლია ავტოგრაფით მივიღოთ მედიას ზავრიშვილის თარგმანები და წარმატება უსურვოთ ამ წიგნს ქართულ მკითხველში გავიდა ეს წიგნი და მადლობა უთხრათ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მედიას ზავრიშვილს ესეთი სამყაროს შექმნისთვის ქართულ ენაზე.